მეგობრებო, მარკოზის მეოთხე თავიდან მინდა წაგიკითხოთ ერთი მონაკვეთი. ღვთის სამეფო გავს კაცს, რომელიც თესლს აგდებს მიწაში. მას ძინავს და დგება, დღე და ღამე გადის და თესლი აღმოცენდება. თვითონ არ იცის როგორ. მიწას თვითონ გამოაქვს ნაყოფი, ჯერ ჯეჯილი, მერე თავთავი, ბოლოს სავსე მარცვალი. ეს არის უდიდესი საიდუმლო. ღმერთმა იცის, რომ მის გარეშე ადამიანი ვერ იცვლება. ვერც გულს გავისუფთავებთ საკუთარი ძალებით, ვერც ცოდვებისგან გამთავისუფლდებით, ვერც რაიმე დასახულ მიზანს მივაღწევთ. უბრალოდ, უფალმა იესომ თქვა, უჩემოდ არაფერი შეგიძლიათ. ამიტომ ღმერთი არ გვეუბნება, მხოლოდ გამოსწორდით. ღმერთი გვეუბნება, მიიღეთ თესლი, სიტყვა. მიიღეთ სიტყვა, რომელსაც შეუძლია თქვენი ხსნა. თესლი კი არის მისი სიტყვა. როცა ვისმენთ ღმერთის სიტყვას, რაღაც უხილავი პროცესი იწყება ჩვენში. გარედან შეიძლება არაფერი ჩანდეს. როგორც წერია, მიწაში დაიფლა თესლი, კაცი წავიდა და დაიძინა. არც კი იცის, როგორ მუშაობს ეს თესლი, მაგრამ ღვივდება ეს თესლი მიწაში და გამოაქვს ნაყოფი. შეიძლება ისევ ვიბრძოდეთ პროცესში. შეიძლება ჯერ არაფერი იყოს დასრულებული, შეიძლება ვეცემოდეთ, მაგრამ მოსმენილი სიტყვა, გულში ჩათესილი სიტყვა აგრძელებს მუშაობას. და ერთ დღესაც ვამჩნევთ, რომ თუ ვმრუშობდით, აღარ ვმრუშობთ. თუ ვიპარავდით, აღარ ვიპარავთ. თუ ბილსიტყვაობდით, ახლა ღმერთს ვადიდებთ. თუ ვცრუობდით, ახლა სიმართლე გვიზიდავს. რატომ? იმიტომ რომ სიტყვა გაიზარდა, მოიცვა მთელი ჩვენი გული, მთელი ჩვენი ემოციები, ფიქრები და გამოდევნა შიგნიდან ყველაფერი უარყოფითი. უფალმა იესომ თქვა, მარტო გამომცხვარი პურით ვერ იცოცხლებს ადამიანი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელსაც მისი სული, მისი გულის ყური მოისმენს ღმერთის ბაგიდან. სხეულს ჩვეულებრივი პური უნდა, სულს კი სჭირდება ღმერთის სიტყვა. თუ სულ სიტყვას არ ვაძლევთ, ის სუსტდება. სუსტი სული კი ცოდვას ვერ უძლებს. პროცესი მარტივია. მოვისმენთ, დაითესება, გაღვივდება, განაყოფიერდება, გამოვიღებთ ნაყოფებს საქმეებში, ხვდებით თავისუფლები და დიდდება უფალი. მაგრამ აი რაში მდგომარეობს კითხვა. როგორ მოველით სულიერ ნაყოფებს, თუ კვირაში ერთ დღესაც კი რამოდენიმე საათს არ დაუთმობთ უფალს, მისი სიტყვის მოსმენას, მის ეკლესიასთან ურთიერთობას. მასთან მოზიარეობაში ყოფნას. მარტო იმის თქმა, რომ გვიყვარს უფალი, პატივს ვცემთ მას, რომ ქრისტიანები ვართ, საკმარისი არ არის. ჭეშმარიტი სიყვარული უთმობს დროს. სიყვარული უსმენს. სიყვარული მსხვერპლს იღებს. ღმერთის სიტყვა არის პური არსობისა ჩვენი სულებისთვის. მის გარეშე სული შიმშილობს. გელოდებით ხვალ ეკლესიაში.